ჩვენი გადაცემის თუმარი გახლავთ ანალიტიკოსი ვაჟა ბერიძე. ბატონო ვაჟა, დიდი მადლობა რომ მონახეთ დრო და მობრძანდით და მინდა პირველი ნაწილში გადაცემის ვისაუბროთ რაღაც უფრო საგარეო პოლიტიკაზე, შემდეგ გადავერთოთ შიდა პოლიტიკაზე. კერძოდ ეს ისეთი ყურში მოსახვედრი მოვლენა გახლდათ გაერთიანებული სამეფოს მიერ, რომლის აწ უკვე ნაპრინცალი დაპატიმრებულია, ასე ვთქვათ, უზნეო ქმედებებისთვის და მე ძალიან მეპარება ეჭვი, რომ დიდი ბრიტანეთის სამეფო კარს ან თუნდაც სოფლიოში ძალიან ცნობილ და დიდი გამოცდილების მქონე მაცადაზვერვა უწყებას მიექვს, რომელიც ასე ვთქვათ, შიშიზარს ცემს, არა, მათ შორის ახლო აღმოსავლეთს თავისი ფართო აგენტურული ქსელით არ ცოდნოდა ის თუ რას ამჯერად უკვე ნაპრინცალი და თავის ძოზე პრინცი ენდრიუ სჩადიოდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაც ეს რეაქცია მაინც მოყვა, თუმცა დაგვიანებულია და შეიძლება ვივარაუდოთ ჯობს გვიან ვიდრე არასდროსად თუ ეს დეკორატიული არ არის. ასევე ყოფილ ელჩსაც იგივე ბედი ეწია ამერიკის შეერთებულ შტატებში, ხო დიდი ბრიტანეთის, იმიტომ რომ ისიც აი ამ რაღაც გაურკვეველ ორგიულ სატანისტურ შეკრებებში იღებდა მონაწილეობას და აი ამ გაერთიანებულ სამეფომ დაუწესა სანქციები ქართულ ტელეკომპანიას ორს პოსტივისა და ეს იცის ალბათ ჩვენ მაყურებელმა მithumetes თქვენ იცით და ასევე ტელეკომპანია იმედს და მოტივი იყო ის რომ დეзинფორმაციას ეწეოდა უკრაინის სუვერენიტეტს შელახავდნენ მოკლედ და რუსული დეзинფორმაციული მანქანის ერთგვარ გამოძახილს თუ ეკოს წარმოადგენდნენ ისინი და ამის პარალელურად სულ ახლა გამოქვეყნდა მონაცემები რომ დიდი ბრიტანეთის გამჭვირვალობამ, საერთაშორისო გამჭვირვალობამ, არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა რომ უკრაინაში რუსეთის თავდასხმის შემდეგ 2002 წლის თებერვლიდან ბრიტანეთის ტერიტორიას იყენებდნენ კომპანიები იმისათვის რომ რუსეთთან გაეფორმოთ ხელშეკრულება და 8 მილიარდის ღირებულების ხელშეკრულებებია ამ ხნის განმავლობაში გაფორმებული. ეს ყველაფერი გავს ანეკდოტს კი მე არ ვაუფასურებ ამას, მაგრამ ეს ნიშანდობლივი ანეკდოტია. შვილი რომ შეიხედავს აბაზანაში დედმამა რას ჩადის და ესენი მე ცხვირში თითის იმას მიშლიანო დაახლოებით ისეთი რამ არის რა უკრაინის სუვერენიტეტს დავიჯერო არ ლახავს 8 მილიარდიანი ხელშეკრულებები და ბრიტანეთის ტერიტორიის გამოყენება რუსეთთან სანქციების პირობებში ურთიერთობისა. აი ეს რა დამოკიდებულება გავიგეთ ეს რომ რაც არ ეპატიება ვთქვათ ხარს ეპატიება იუპიტერს და ასე შემდეგ ეს ფილოსოფიური წიაღსვლები ვიცით, მაგრამ მიუხედავად ამისა უხერხულობას ან ისინი არ გრძნობენ თუ ხერხულობა როგორც ასეთი დაიკარგა საერთოდ საერთაშორისო ურთიერთობებში. მოგესალმებით, მივესალმები ჩვენს მსმენელს და მაყურებელს, მადლობას მოგახსენებთ მოწვევისთვის. რა შეიძლება ითქვას ჩვენ ესეთი ჩინური ფიგურალური გამოთქმით თუ ვისარგებლებთ და გამოვიყენებთ საინტერესო დროში ვცხოვრობთ. პერიოდები არის ისტორიაში, რომლებიც საფუძვლიანი გარდატეხის გარდაქმნების პერიოდია და ასეთ პერიოდში მოგვიწია ცხოვრება. ეგ ერთი მხრივ არის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი, მაგრამ მეორე მხრივ რაღაცა მძიმე, რადგან ახალი რეალობის ჩამოყალიბებას წლები, ზოგჯერ ბევრი ათეული წელი სჭირდება, რომ რა უნდა მივიღოთ ჩვენ ძველის ნანგრევებზე გამოჩნდეს. რა თქვენ ბრძანეთ ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა ამას რზენია, მიუღებელია, მაგრამ რეალურად ეს არის სწორედ იმის გამო ხატულება, რასაც დასავლური ცივილიზაციის და დასავლური დემოკრატიის ღრმა კრიზისი ქვია და ჩვენ რა თქმა უნდა ამის გამო ხელს ვერ ავიღებთ თქვათ იმ ღირებულებებზე, რომელმაც დასავლეთი აქცია ესეთ მომხიბლავ ადგილად და რაც წინა წლებში იყო და ჩვენ უნდა ჩვენ უნდა წავიდეთ იმ რეალობისკენ, რასაც ქრისტიანული დასავლური ცივილიზაცია ქვია, რა თქმა უნდა იმის გარეშე რაც არის ამ ცივილიზაციის ნარჩენები, მიუღებელი და
საყოველთაოდ დასაგმობი რამ და ამავე დროს ჩვენ უნდა შევიტანოთ ჩვენი წვლილი ამ გარდაქმნებში იმითი რომ ყველა სახელმწიფოს უნდა დავამკვიდროთ რომ კონდეს თავისი მეობის და თავისი დაცვის თავისი იდენტობის დაცვის მექანიზმები ეროვნული პრინციპები რომლებიც ზოგად საკაცობრიოს როცა ის ჭეშმარიტია არასდროს ეწინააღმდეგება შესაბამისად ჩვენ ამ ყველაფერს უნდა შევხედოთ რეალისტურად და სწორი გზა ავირჩიოთ რათა არ დავზარალდეთ ამ პროცესში და არ დავკარგოთ მთავარი რომელიც ჩვენ სხვათა შორის იმ წინა საკმაოდ მახინჯი ლიბერალური დემოკრატიის ეპოქაში მოიპოვოთ ეს არის ჩვენი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა და როგორც ჩვენ აგვინიშნავს წინა ინტერვიუების დროს ჩვენ უნდა დავამტკიცოთ რომ საქართველოს აქვს უფლება და საშუალება დამოუკიდებლად იარსებოს შეინარჩუნოს სუვერენიტეტი და აქ მნიშვნელობა რა აქვს ახალი ერები რომლებიც არენაზე გამოდიან ისტორიის ძირძველები არიან დიდი ცივილიზაციისანი არიან თუ ახლები მაგალითად როგორც დავუშვათ უკრაინა აზერბაიჯანი და სხვა აქ ყველა ამ ქვეყანას განსაკუთრებით იმპერიების ნანგრევებზე აღმოცენებულს აქვს ამოცანა რომ დაასაბუთოს თავისი არსებობის უფლება და შესაძლებლობა. აქედან გამომდინარე, ეს რაც დასავლეთში ხდება, რომ ხდება კარგია, რომ დამოკიდებულება საზოგადოების იქაც ადეკვატურია და ამის გამო ხდება ეს თავის მართლება, თავის დაგვიანებით, მაგრამ მაინც მოქმედება. კი ბატონო, იმიტომ რომ საზოგადოება ღვთისმადლით იქაც ჯანსაღია, ანუ უმეტესობა იქაც ჯანსაღია, სწორად აფასებს ამ პროცესებს და ამას ჩვენ უნდა მივესალმოთ, ხოლო ჩვენის მხრივ ჩვენი გზა უნდა გავაგრძელოთ მაღალი სტანდარტების დემოკრატიისკენ, ეროვნული იდენტობის და თვითმყოფადობის დაცვისკენ. მესმის რომ ეს ძალიან ძნელია ამ ორი ასე ვთქვათ მიმართულების შეთავსება, მორიგება, დაცვა, მაგრამ ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს. ჩვენ იმიტომ მოვედით დღემდე, რომ ყოველთვის ამა თუ იმ ეპოქის მაგისტრალურ ხაზს მივყვებოდით, იმ ხაზს, რომელიც თავად ვთქვათ 1000 წლების წინ ჩვენთან შევქმენით და ჩვენთან დაუდეთ თქვათ სათავე აი ამ დიდ ცივილიზაციას ძველი ბერძენების და მერე ევროპულ ცივილიზაციას, ამიტომ ჩვენ ეხლა უნდა გავაკრიტიკოთ, უნდა მოვძებნოთ ჩვენი გზა, მაგრამ არ უნდა დაუბრუნდეთ, ხელი არ უნდა ავიღოთ იმაზე, რაც პოზიტიური აქვს მიღწეული დასავლეთს, მიუხედავად თავისი აგრესიული კანიბალიზმისა და ორი მსოფლიო ომისა, რომელმაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ეს ყველაფერი უნდა შევინარჩუნოთ და უკვე ახალი სიტყვა უნდა ვთქვათ ჩვენ იმ ურთიერთობების ჩამოყალიბების პროცესში, რომელიც სახეზეა. რა თქმა უნდა, ვთქვათ, ეპშტეინის ფაილების ისტორია არის დამთრგუნველი, არის სახიფათო, არის საშიში, ეს ერთი მხრივ და მისამი დამოკიდებულებაც სწორია. მე ვფიქრობ, სადღაც ისტერიაში გადასული და გადაჭარბებული, როდესაც თქვათ თუ ვიღაცა სადღაც გაკრთა ფაილებში, ატყდება ხოლმე იმ პიროვნებასთან დაკავშირებით ერთი აურზაური, მაგრამ რეალურად ესეც გასაგებია, ესეც სწორია, თუმცა ჩვენ ამ შემთხვევაში დიდი ფილოსოფოსის გამოთქმას უნდა მისდიოთ. ეს გამახსენდა ნაბანი წყალი და ბავშვი. ნაბანი წყალი და ბავშვი თავისთავად და მეორე არის ასეთი ბრძნული გამონათქვამი, რომ ტყეს ხედავენ და ხეებს ვერა. ტყეს უნდა დავინახოთ და ხეებიც უნდა დავინახოთ, იმიტომ რომ სხვა ამინც ქმნის ტყე. რა თქმა უნდა, მაგრამ თუ სხვა შემთხვევაში ჩვენ ჩიხში შევალთ, ამიტომ ჩვენ ეპშტეინის ფაილებს ამ საშინელ თავზარ დამცემ და ამ რგუნველ
რეალობას თუ მივიღებთ როგორც რაღაც ზედაპირულს, ვერასდროს ვერ აღმოვხვრით იმ მიზეზებს, რომელმაც ის წარმოშვა. მე პირადად შეთქმულების თეორიების მომხრე არა ვარ, მაგრამ მგონია, რომ მთელი ამ ისტორიის მიღმა დგანან ძალიან სერიოზული ძალები და ეს სერიოზული ძალები არიან როგორც ცალკეული მსოფლიო მოთამაშე ქვეყნები, ისე ის ასე ვთქვათ გავლენიანი გაერთიანებები, რომელსაც ვთქვათ ტრამპი deep state ეძახის, ვიღაცები მასონებს, თუმცა თავისთავად მასონობა კი არ არის ასეთი ამაზრზენი მოვლენა, არამედ ის რასინარსაც საზოგადოება, ცივილიზაცია, ხალხი დებს ამ მოვლენაში და აქ არის რამდენიმე ვარიანტი, რომელსაც ახლა მე საჯაროდ არ დავასახელებ, რადგან ამას დასაბუთება სჭირდება და მე ასეთი არგუმენტაცია ამ ეტაპზე არ მაქვს, მაგრამ უდავოა, რომ აი ამ ეპშტეინის მთელი პროცესის მიმართ არის ძალები, რომლებიც დაინტერესებულები არიან, რომ უკარნახონ გავლენიან დასავლურ ძალებს, როგორ იმოქმედონ, საით მიმართონ თავისი აგრესია. კომპრომატებს აგროვებდნენ, ამის თქმა გინდა, ეს არის მარტივად რო თქვა, ასეა, რომ ზემოქმედება მოახდინონ იმათზე, ვინც დასავლეთში გადაწყვეტილებებს იღებდა და იღებს და ის ძალები, რომლებიც ამას მხარს უჭერდნენ, ახალისებდნენ, გულშემატკივრობდნენ, ამით მხოლოდ მოგებულები დარჩებიან. ასეთი ვითარებაა ჩვენი დამოკიდებულების დასავლეთის მიმართ. ბატონო, აქვე გეტყვით თუ შეიძლება, მე მახსოვს ჩვენი ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ქალბატონის შესახებ ის მაკომპრომეტირებელი ჩანაწერი რო გამოქვეყნდა, მე გამიკვირდა ადამიანის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო და ვერ მოახერხა, თუ უნდა და ყოლოდა საყვარელი ისე რომ არ ჩაეწერათ. ანუ კონსპირაციული ბინაც კი ვერ გაახერხა და მე სიმართლე გითხრათ ეს ჩავთვალე მის მინუსად და არა ის, იმიტომ რომ ჩვენ ყველანი წოდულები ვარ და არავინ არ ყველას ჩვენ ჩონჩხები ყავს ბლომად კარადებში. მე მაშინ გამაკვირვა ამან ყველაზე მეტად რომ ეს ვერ მოახერხა ამ ადამიანმა და არა ის რომ მოახერხა რაც მოახერხა. რომ ისე ვერ მოახერხა რომ არ გადაიღოთ. აი თქვენ ძალიან რაღაც ძალები არიან და უნდათ მათ კომპრომატების შეგროვა და ხო შევარდნაძე გამახსენდა დადიოდა ესეთი ამბავი რომ ჯერ კიდევ საბჭოთა საქართველოში ნაგა საქმეთა ministrobits დროს ეს კომპრომატებით მართვის სტილი დაგეგმვა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა ეს სტილი არ ყოფილა საბჭოური და ნოვატორი არ ყოფილა შევარდნაძე, არამედ ეს კარგახანია მთელ მსოფლიოში, მათ შორის დასავლეთშიც გამოიყენება, მაგრამ ვინც ისინი საკმაოდ მაღალი რანგის პირები იყვნენ და იღებდნენ გადაწყვეტილებებს. ისინი როგორ წამოეგნენ გასაგებია ვიღაცას უნდა კომპრომატის შეგროვება. აი იგივე თუნდაც ეს კი რაც გადავეკიდე ამ პრინც ენდრიუს. ან თუნდაც იგივე ყოფილი ელჩი და კიდე უამრავი ვინმე. მათ რატომ ჟარგონით ვიტყვი გაიჩალიჩეს ეს? გონებრივი სისუსტე, ასეთი მიმდობები არიან. თუ რატომ მისცეს საშუალება რომ მათზე კომპრომატები ხო იცოდნენ რასაც ჩადიოდნენ. აი მე ეს მაკვირვებს ჩვენი ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის ქცევის არ იყოს. როცა ადამიანი მიაღწევს დიდ სიმაღლეს, როდესაც ფინანსურ მატერიალურად უზრუნველყოფილია ისიც და ზოგჯერ მისი შთამომავლობაც, როცა თანამდებობებს მოიმწვანილებს და ასე ვთქვათ დიდებით დატკბება, მე უკვე უნდა რაღაც მეტი არა ადამიანურიც კი ზოგჯერ და ამ შემთხვევაში ორი ფაქტორი უნდა ამუშავდეს. ჩვენ რა თქმა უნდა რორძანეთ ფრთიანი ანგელოზები არავინ არ არის, არა, მაგრამ ჩვენ მიგვაჩნია და სავსებით სამართლიანად, რომ პიროვნებები, ადამიანები, წრე საზოგადოების, რომელიც მართავს ხვებს, უძღვება საზოგადოებას უკეთესი მომავლისკენ, თქვათ ქვეყნებს განაგებს, უკეთეს მომავალს ჭედს, იმან უნდა აჩვენოს, რომ ყველა თვალსაზრისით სანიმუშოა და მას უფლება აქვს არენდი რაოდენობის ადამიანის სახელით ილაპარაკოს. თუ ის ასეთი არ არის, მაშინ მას უფლება არ აქვს. არის, თქვათ, ობივატელი, რიგითი მოქალაქე, რომელსაც აქვს უკიდეგანო თავისუფლების არეალი,
თუმცა რა თქმა უნდა ისიც საზოგადოებრივი ნორმებით არის შეზღუდული, მაგრამ მას აი რაღაც ასპექტში მაინც მიეტევება, მაგრამ როცა შენ ხარ მაგალითი იმედი საზოგადოების, აი კატეგორიულად უნდა დაისაჯო, რადგან შენ გარდა ფინანსურ მატერიალური და პიროვნული დიდებისა მიიღე ის რომ ამ საზოგადოებისას გაუძღვე მის სახელით ილაპარაკო და აქ როდესაც შენ აი ესეთი გადაცდომები გიფიქსირდება, რა თქმა უნდა მიუღებელია და ამას საზოგადოებამ ხიზლად უნდა ადევნოს თვალი. თუმცა არც ის უნდა გამორიცხოთ რომ ეს ისტერია რაც ახლა არის, ეს ისტერია თავის მართლების რაც დასავლეთშია, ამ პრობლემას ვერ გადაჭრის, რადგან თავისუფლება არის ის ფენომენი, რომელსაც ბევრი მიუღებელი ტენდენცია მოაქვს ადამიანებისთვის. თავისუფლება არის ოპიუმი, რომლის ოდენობა როგორც კი დაგემოვნებს ადამიანი, მე ვეღარ საზღვრავს. აქედან გამომდინარე ჯანსაღმაძალებმა მთელ მსოფლიოში, მათ შორის ჩვენს ქართულ საზოგადოებაში, უნდა მივადევნოთ ამას თვალი და უნდა ვიპოვოთ ის, რასაც ჩვენი ბრძენი წინაპარი ოქროს შუალედს უწოდებდა, ოქროკვეთილობას უწოდებდა და ეს ასე ვთქვათ სიმკაცრე კანონის რომაული დურალექს, ედლექს უნდა გავაჯეროთ, ასე ვთქვათ, მიმტევებლობით, რაც ქართულ რეალობას და ქართულ აზროვნებას ასე ძალუმად ახასიათებდა და ახასიათებს დღესაც. ამიტომ ხო, რა თქმა უნდა, ყველა ამისი ასე ვთქვათ, საპირწონედ ვთქვათ, თეოკრატიების მოშველიება, ანუ ზნეობრივი მაქსიმების მიხედვით ცხოვრება ჩემის აზრით არ არის, იმიტომ რომ არა, მეც ბატონო ვედაკი, აქ ზნეობრივ მაქსიმებზე არ არის ლაპარაკი, აი რაღაცნაირად შეზღუდე, რაღაცნაირად თავი დაიცავ ისე რომ მე ვერ გავიგო და თუ არა და როდესაც ასეთ რაღაცაზე მიდიხარ, ხა იქ ლაპარაკია, ხო გასაგებია რომ ის რაც გამოვიდა ეს ინფორმაცია, ეს მაინც ზედაპირული იქნება და ნაწილობრივი და უფრო ემოციებზე გათვლილი, იქ ლაპარაკია სატანისტურ რიტუალურ, ასე ვთქვათ, ქმედებებზე და ეს უკვე აი კანონი, ეს საშიშია უბრალოდ, რა მე არ დავაყენებდი კანონიერება, უკანონობა bis ჭრილში და სხვათა შორის არც ზნეობრიობა უზნეობის ჭრილში, რაღაც ეს ამ ორივეს ცილდება, ეს წარმოუდგენელი რამ არის და ეს ადამიანები იღებენ გადაწყვეტილებას და არც კი ერიდებიან რომ შეიძლება ეს გამჟღავნდეს. აი თქვენ აი ამ კუთხე მაინც მინდა თქვენ როგორია თქვენი აზრი ამაზე. რატომ არაინტერესებდა თუ მინდა დარწმუნებულები იყვნენ თავის თავში თუ ამდენად სულელები არიან, თუ ამდენად შეპყრობილები მაშინ ამ სიტყვას გამოვიყენე. ერთი ფაქტორიც არის და მეორეც რეალურად რა თქმა უნდა საზოგადოება ფხიზლად უნდა იყოს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ადამიანი ნაკლოვანი არსებაა და თუ ის ღვთიური მადლით მის ცნობიერება და მისი გარემომცველი სინამდვილე არ არის გაჯერებული, ის გადაცდომების წყებას რომ მიყვება, მე შეიძლება კატეგორიულად მიუღებელი ფორმებიც კი წამოვიდეს წინა პლანზე. ამიტომ აქ გამოსავალი არის საზოგადოებრივი აზრი, ურთიერთობები, ღვთისრწმენა და გარკვეული ნორმებზე შეჯერებული საზოგადოების პრინციპების დაცვა. სხვა გამოსავალი აქ არ არის. თუმცა ერთ რამეს კიდე მივაქცევ მე ყურადღებას, რომ როდესაც ჩვენ საუბრობთ თქვათ იმაზე, რომ ეს თქვათ დასავლეთშია ასეთ საშინელება და ხდება საშინელი მოვლენები, ამის საპირწონე სადაც არის რეალობა, თქვათ ავტორიტარულ სახელმწიფოებში ან თეოკრატიულ ქვეყნებში, იქ შეიძლება უფრო მასშტაბური და მახინჯი ფორმები კონდეს მიღებული ამდაგვარ მანკიერებებს, მაგრამ იქ როგორც წესი ეს ყველაფერი ან იჩქმალება, ან ასე ვთქვათ მოჩვენები და ამოიძირკვება და ამოიშანთება, მაგრამ მიდის სიღრმეში საზოგადოება
საზოგადოების. ამიტომ ამისი ასე ვთქვათ, მე რატო ვახსენე ეს ნეობრივი იმპერატივები და მაქსიმები, რომ ამ საშუალებით გადაჭრა ამ დაგვარი მოვლენებისა შეუძლებელია. ერთადერთი, რა თქმა უნდა, მეტი ღვთისრწმენა და მეტი საჯაროობა, მეტი კონტროლი რეალობის, რაც ჩვენს გვარში მოგვაქვს, განსაკუთრებით, როდესაც ისეთ სათუთ სფეროს ეხება საქმე, როგორიცაა ბავშვები, მათი პირადი სივრცის ხელშეუხებლობა, მათი მოკვდინება ბოლოს და ბოლოს. ეს უკვე კიდევ უფრო საშინელი კრიმინალია, რაც თითოეული ფაქტი უნდა იქნას დაგმობილი, მაგრამ ეხლა აი როცა ჩვენ რა ფილმებში გვმობთ დავუშვათ კაცჭამიობას ან თქვათ დაუშვათ სერიულ მკვლელობებს და მე როცა ამას საბჭოთა პროპაგანდა ძალიან აქტიურად იყენებდა სათავისოდ, აღმოჩნდა რომ ყველაზე გამორჩეული და ყველაზე ბევრი ადამიანის მკვლელი ჩიკატილო რუსია და რუსეთის იმპერიებს ამაზე მასალა მაქვს გაკეთებული არაერთი ჟურნალისტვის და იმპერიების არის დამახასიათებელი სერიული მკვლელები, აი პატარა ეს ნაკლებად უცხოეთის სიახლეები ექსკლუზიურად ჯორჯიან ტაიმსის ეთერში რეალური აქცენტები ბატალონ თათიძესთან და ნინო ხაჩიძესთან ერთად სიკეთეშიც ნიჭიერები არიან გამარჯობა, უკაცრავად ჩაწეული მქონდა ხმა. ჩვენ კვლავ ეთერში ვრუნდებით, განაგზობთ საუბარს ჩვენ სტუმართან, ვაჟა ბეიძესთან ერთად. ბატონო ვაჟა, აი თქვენ ბრძანეთ, რომ მაინც მინდა თქვა ჩემი აზრი, თქვენ ბრძანეთ, რომ თქვათ არანაკლები და შეიძლება უარესიც კი და მე გეთანხმებით, ხდება თქვათ ავტორიტარო, თქვათ აღმოსავლეთის ქვეყნებში, სამხრეთის იყოს თუ გნებავთ, მე მესმის უბრალოდ მათ არ აქვს პრეტენზია იყვნენ რაღაცა აკუნები დემოკრატიის და მართონ კაცობრიობის ბედი დათელი და მაღალი იდეალებისკენ. აი ეს განსხვავება არის და გარდა ამისა მე ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ისე ვიმეორებ, რომ მხოლოდ და მხოლოდ ნაწილი არის გამჟღავნებული და ძალიან დიდი ნაწილი ჩვენ არ ვჩვით. იმის თქვა მინდა რომ სადაც ადამიანია, ყველგან არის ეს უზნეობა, უბრალოდ არჩევანის ამბავი არა, იმ მომენტში შეიძლება ისინი იყვნენ მომხიბვლელები და შეიძლება ავტორიტარული სახელმწიფოც იყოს მომხიბვლელი და უფრო მეტად დაცული იყო იქ ამის თქვა მინდა. და კიდევ ერთი საინტერესო წინააღმდეგობასავით კი არა, ხო უცნაური მოხდა ამჯერად ფრიდრიხ მერცი ეწვია ჩინეთის ლიდერს სი ძინპინს და მან თქვა რომ ჩინეთი უკვე ჩაეწერაოს სახელმწიფოების ისვრით და ამიტომ აი გეოპოლიტიკურ პროცესებში მისი არ გათვალისწინება წარმოუდგენელი და დაუშვებელიაო. ეს ერთი მხრებუნებრივია ჩვენს იმ ასოციაციას რომ მაშინ თქვა ჩვენ რას გვერდჩიან, თუმცა პირველი არ არის ეს ევროკავშირის ლიდერის მხრიდან ასეთი რითი ამბები ჩინეთისადმი, მაგრამ მეორე მხრივ ეს ეწინააღმდეგება თუ არა ამერიკის ინტერესებს, რომელიც მთელი ძალისხმევა მათ შორის ირანისადმი დაპირისპირებას მიმართული არის სწორედ ჩინეთის წინააღმდეგ, მათ შორის აი ზანგეზურის ტელეფონი და კიდევ ვენესუელა და ძალიან ბევრი ფაქტი სწორედ იმიტომ რომ ჩინეთის ეკონომიკას მიადგეს ზიანი. ამ დროს მერცი თვალთმაქცობს თუ რეალურად თავის დამოკიდებულებას, შეხედულებას ამბობს და რა გავლენა აქვს მის ამ შეფასებას ზოგადად პოლიტიკურ პროცესებზე. სერიოზული გავლენა აქვს მერცის შეფასებას, იმიტომ რომ ეს ძალიან საინტერესო პიროვნება, როგორც იქნა იქ გერმანიაში იყო სერიოზული პრობლემა მომავალი ლიდერის, საერთოდ ძლიერი ლიდერის შემდეგ ყოველთვის არის პრობლემა ვინ უწინააღმდეგობს ამა თუ იმ ქვეყანას, რადგან იმის ჭრილშია ყველა მაგალითად თავის დროზე ანგელა მერკელის შემდეგ, რომელმაც თავისთავად ეპოქა შექმნა, ვინ მოვიდოდა, იყო ძალიან საინტერესო და ჩვენ ნახეთ რამდენიმე საშუალო და უღიმღამოც კი ლიდერი გერმანიის და აი ახლა როგორც იქნა ბევრი იფიქრეს თუ ცოტა იფიქრეს შერჩიეს მერცი, რომელსაც ძალიან საინტერესო ბიოგრაფია აქვს, რომელიც BlackRock-ის გენერალური დირექტორი იყო, ამერიკული ცნობილი გავლენიანი ტრანსნაციონალური კორპორაციის და ახლა
ცდილობს შეინარჩუნოს გერმანიის ეკონომიკის დონე მიღწეული და ლიდერობა ევროკავშირში, რაც იოლი არ იქნება. ამიტომ ეხლა იქ რომ ჩადის მერცი, უკვე აქ არის აი როგორმე რომ ტრამპს აი რაღაც შეაწუხონ მაინც თავისი ქმედებებით, ეხლა როგორც ბრიტანეთი, გერმანია და საფრანგეთი ცდილობს, მიუხედავად იმისა, რომ ხო, სტარმერმაც არანაკლები უძღვნა. კი, რა თქმა უნდა, და ეს მიუხედავად იმისა, რომ თქვა სიტუაცია სხვა, ამერიკა რომელიც 10 წლების განმავლობაში დიდ თანხებს ხარჯავდა და უზრუნველყოფდა ევროპის უსაფრთხოებას, უკვე ამბობს, რომ მას ეს აღარ შეუძლია, აღარ უნდა და მართლაც ამერიკის ეკონომიკა დეინდუსტრიალიზაციის პოლიტიკის განხორციელების შემდეგ საკმაოდ სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა. ეხა იქ რაღაცა კრთალად დანი როდრიკის და სეიბლის პროფესორების თეორია რეინდუსტრიალიზაციის, რომელიც წამოვიდა შტატებში და სხვათა შორის ეს ორი დიდი ეკონომისტი ჩვენთანაც იყო თბილისში ჩამოსული კვირიკაშვილის პრემიერობის დროს და ვერაფერი ვერ გაუგეს ჩვენებმა რა უნდათ მათ. აი რომ აღმოჩნდა რომ ტრამპის ეკონომიკური პოლიტიკის ქვაკუთხედია და ტრამპი ამბობს რომ წარმოებები უნდა დაბრუნდეს ამერიკაში, ტექნოლოგიური ასე ვთქვათ მეწინავეობა უნდა შევინარჩუნოთ, ამიტომ ჩინეთი არის ჩვენი მთავარი მოწინააღმდეგე და როგორმე უნდა მოუაროთ მას. შესაბამისად აი ეს პროცესი რომელიც მიდის სოფლიოში, რა თქმა უნდა გულისხმობს ჩინეთს, რომელმაც სასწაული მოახდინა, ხო? რომ ჩვენ აქამდე ვიცოდით, რომ დემოკრატია და თავისუფალი ეკონომიკა არის კეთილდღეობის მთავარი წყარო და საშუალება. ამის გარეშე წარმატებას ვერ მიაღწევ და მართლაც იყო უამრავი მაგალითი, ახლა მათ შორის სამხრეთ კორეა და უშუალოდ იქ საპირწონედ ჩრდილოეთ კორეის და შემდეგ. და უცებ აღმოჩნდა, რომ ქვეყანა, სადაც არც ადამიანის უფლებებია დაცული, არც სიმდიდრეა, არც ბევრი სხვა სიკეთე, აღმოჩნდა, რომ შექმნა უმძლავრესი ეკონომიკა მეორე მსოფლიოში და პერსპექტივაში როდის ვერ გეტყვით თული საკითხი, რომ ერთ მოსახლეზე მეშეპეთი შეიძლება ამერიკას გადაასწროს კიდეც და აი ეს როგორც თვითონ უწოდებენ და როგორც მიღებულია და მეც ვიზიარებ, ტოტალიტარული ქვეყანა პრეტენზიას აცხადებს ლიდერობაზე და აქ მარტო ესე ახლა მე მიმაჩნია და სხვებსაც მიაჩნიათ, რომ აქ მარტო იაფი მუშახელის თემა არ არის, რომ წარმოებები ჩამოიტანეს და ფაბრიკა, მსოფლიო ფაბრიკად იქცა ჩინეთი. აქ მარტო ეს თემა არ არის. აქ კიდევ ბევრი სხვა თემაა ამის უკან და ფაქტობრივად გამოდის, რომ აი ამერიკა თვალხილულად წინაშეა თავის დეკადანსის, დეგრადაციის დასავლეთის და თუ ეს ევროპა არაფერ ხეირი არ ექნა ამას და პირიქით ევროპის წარმოებებისთვის, მათ შორის ავტოგიგანტებისთვის გასაღების უნაკლო და გარანტირებული ბაზარი აღმოჩნდა შეერთებული შტატები და ამან კიდე მილიარდები ხარჯა უსაფრთხოებაზე და თავდასხმაზე. იმ დროს, როდესაც ჩინეთი ტექნოლოგიური ბუმის ვითარებაში რა შექმნის კაცშვილმა არის ეს. აი გვერდიგვერდ მიყვება ამერიკულ ნეიროქსელებს. კი ბატონო, ასეა და ჩვენ თავიდან ხო გახსოვთ აი ჩვენს თვალწინ, ნუ აი ის რო გამოვიდა პირველად ჩინური მობილურები, ამრეზით უყურებდით და აი დღეს მე მიდევს ჩინური ასე ვთქვათ მობილური ტელეფონი და გადაასწრეს დონით ტექნოლოგიურად, ვიზუალურად ყველა მხრივ და შესაბამისად ასეა ყველა სფეროში და ამას ყველა ეს უკვე ეგზისტენციური საკითხია დასავლური ცივილიზაციის. კონკურენციაზე უარი თქვა დასავლეთმა, რომ ხო ჩვენ ასე ვიცით, რომ კაპიტალიზმის თავისებურება და მისი პლუსი სწორედ კონკურენცია, რაც შემდეგ ადამიანებს აიძულებს, რომ უფრო უკეთესი და უკეთესი შექმნას. ეს კონკურენცია როგორც ფაქტი შევცვალ, მაგრამ კონკურენცია როგორც ფაქტორი არ არის გადამწყვეტი, თუ კი ჩინეთის მაგალითს ავიღებთ ეკონომიკაში. კონკურენცია აღმოჩნდა, რომ შიდა კონკურენცია ჩაანაცვლა კონკურენცია მსოფლიო ბაზარზე და ეს ჩინელები და მე 80 წელების დასაწყისში თქვენს გახსოვთ, მეც მახსოვს, რომ მოსახლეობის ნახევარი
ჩინეთის სიღარიბის ზღვარზე არ მახსოვს მე კი ბატონო. კი, ნუ 90-იანი. მე 80-იანება. აი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იყო და საერთოდ ალბათ სადღაც 500 მილიონამდე ადამიანი შიმშილობდა კიდეც და 40 წლის განმავლობაში ამ ქვეყანამ შიმშილს მოუარა, სიღარიბის დონე მნიშვნელოვნად შეამცირა, სასწაულებს აკეთებს და ამიტომ ეჭქვეშ დადგა მთავარი პოსტულატი თავისუფალი სამყაროს, რომ თავისუფლება და დემოკრატია არის კეთილდღეობის ერთადერთი გარანტია და წინაპირობა. ამიტომ ახლა საჭირო სხვა რამეები და აი ყველაფერი თავის ადგილას დადგება. თუ ჩვენ თანმიმდევრულად შევხედავთ ამ პრობლემას, აბა ჩინეთში უნდა წავიდეს მერცი, აბა სად უნდა წავიდეს, იმიტომ რომ ჩინეთი არის პოტენციური მოკავშირე, იმას თავის ეკონომიკა აქვს, ამათ ძლიერი ეკონომიკა აქვს, რომ შეჯერდნენ, რომ იქნება ამერიკის დიქტატი შეამცირონ. არა და ამ დიქტატის გარეშე ბევრი არაფერი იქნება და ნახეთ ჩვენს თვალწინ რა ხდება. სოფლიო მასშტაბისთან ისტორიული მასშტაბის მოვლენები ხდება ჩვენს თვალწინ. ხო აი ანგლოსაქსური დასავლური ქრისტიანული ცივილიზაცია გადარჩენას ცდილობს, თავის გადარჩენაზეა ორიენტირებული და ამის შანსი ფაქტობრივად აღარ აქვს და აი თავ განწირული სულისკვეთება, როგორც მე ტრამპის შეხედულებებს და ტრამპის საქმიანობას ვეძახი, თუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირულია ტრამპი მარცხისთვის, მაგრამ რაც მან დააყენა, თქვათ იქ ევროპას აქვს იდენტობის პრობლემა. ევროპა იდენტობის გარეშე იქნება ცუდი ჩინეთი, ცუდი ინდოეთი, ცუდი აფრიკა. კარგი აფრიკა კი არა, კეთილდღეობა, რომელსაც წარმომავლობით იქაური ადამიანები გააგრძელებენ. არამედ ცუდი შეიძლება დაცემულიც და ხალხთა დიდი გადასახლება. ახალი ამბავი არ არის, ნინო თქვენს კარგად იცით. დაახლოებით 2000 წელიწადში ერთხელ ხდება ეს ყველაფერი შუმერიდან მოყოლებული და თქვათ იქ რომის დაცემის შემდეგ ასევე ეს ხალხთა დიდი გადასახლებაც გარდუვალია და ლიბერალებმა მარტივად გადაწყვიტეს. ეგ თქვენს რომ კი ბატონო გახდეს აზიური ხალხის წარმომავლობის ხალხის უმრავლესობის სივრცე ევროპა. თქვათ იქ აფრიკელებს იგივე უნდათ, არაბებს იგივე უნდათ ეგ რომის იმპერიის დაცემის შემდეგ როგორც იყო, რომლებიც დომინირებდნენ ესპანეთში, დიდ სახელმწიფო ჰქონდათ და მთელ ევროპაში. აი ასე წავიდეთ, მაგრამ ეს იოლი არ არის. აღმოსავლეთმა გაიღვიძა, აღმოსავლეთი მორიგი გამოფრქვევის პროცესია ეხლა, რომელსაც დასავლეთი ვერ შეაჩერებს და შესაბამისად რა უნდა ითქვა, აი განწირული კაცი მოვიდა, ესეთი სულსრული კაცი, გულსრული კაცი, რომელსაც ყველაფერი ჰქონდა ამ ცხოვრებაში და ეხლა უნდა რაღაც თავის სიტყვა თქვას, შვენიერი გუნდი ჩამოუყალიბდა უკან და ცდილობს რომ იქნებ შეაჩეროს ეს დაცემის პროცესი და მან რა მოიფიქრა, რომ თუ გავაკონტროლებ დოლარი როგორც დომინანტი ვალუტა და დაგროვების საშუალება რახან აღარ მოქმედებს, ნინო, იქნება და გავაკონტროლო ნავთობის ფასის მეშვეობით მსოფლიო და აი შეიჭრა ვენესუელაში და 30 წლის წინ ეს ამერიკასაც კი არ შეეძლო და მიეტევებოდა. ამის შემდეგ ეხლა აპირებს ირანში შეჭრას და თუ ირანის ნავთობიც გააკონტროლა, მართლაც ამ ნავთობის მეშვეობით ის სერიოზულ გავლენას მოახდენს თავის ორ მთავარ მოწინააღმდეგეზე, რუსეთზე და ჩინეთზე. რეალურად ტრამპს ამავე დროს უნდა არა რუსეთის დაშლა, დაქვემდებარება, დაპყრობა, არამედ მიმხრობა უნდა ჩინეთის წინააღმდეგ, რადგან ჩინეთს ამერიკა მარტო ვერ დაუპირისპირდება და დაამარცხებს. აი ეს ამ პროცესს ხედავთ ჩვენ ახლა საერთაშორისო არენაზე და რა უნდა ვქნათ ჩვენ პატარა ერმა. პატარა ერი უნდა მიჩუმდეს. აქვე კითხავთ, თუ შეიძლება ესეთი რომანტიკული ან გულუბრყვილო აზრია, მაგრამ მაინც ვიტყვი. ფაქტობრივად, როდესაც ზანგეზურის დერეფნის კონტროლის სურვილი გამოთქვა და მიაღწია კიდე ჯერ დერეფანი არ არის, მაგრამ კი მახსენდება ის ღვინვარშტად იყო ეშმაკებით იგებს ალბობდნენ, იმედია ვინმე არ მეტყვის, რომ ეს იდიომაა, რომ ვინმეს ეშმაკს ვადარებ, უბრალოდ იდიომაა ეს. იქ თქვა ტრამპი გააკონტროლებს, ტრამპი და ამერიკის შეერთებული შტატები და
შუა დერეფანი ისევ აქტუალურია ხო ჩვენს ტერიტორიაზე გამავალი რომ ეს არის ევროპისთვის სასიცოცხლო გზა თუ ხა ძალიან ვუტრირებ ჩვენს მნიშვნელობას აი შეიძლება ვთქვათ რომ ეს კონკურენცია არის სამხრეთ ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის და შეიძლება აი ამ დერეფნებშიც გამოიხატოს ევროკავშირს არ აქვს არანაირი კონკურენციის თავი და უნარი შტატებთან მიმართებაში შტატები გაცილებით რაქნას ეგეთი ამბავია ეხლა თუ ჩვენ დრო არ გვეყოფა თუ არა თუ მიყვებით თქვათ ევროკავშირის შექმნის მიზანს ურთიერთობების პრინციპებს მომავალს და ასე შემდეგ დავინახავთ რომ ეს ევროპის ასე ვთქვათ ბებერი ევროპის როგორც უწოდებენ სიცოცხლე გახანგრძლივების საშუალება იყო ევროკავშირი მხოლოდ და არა რამე ისეთი წარმონაქმნი რომლითაც ის დაუპირისპირდებოდა შტატებს პირიქით ეს მიცემდა შტატებს საშუალებას რომ ფრიოლად გაეკონტროლებინა ევროპა თავის ინტერესებისთვის დაექვემდებარებინა მაგრამ შიგადაშიგდა დრო და დრო აღმოჩნდა რომ პირიქით მოხდა ანუ ევროკავშირმა კარგად გამოიყენა გადახდისუნარიანი მდიდარი ამერიკის ბაზარი და ჩვენ მივიღეთ ის რეალობა რაც მივიღეთ ჩინეთი მივიღეთ არანაკლებ საფათო დასავლეთისთვის ინდოეთი რომლის ეკონომიკა ძლიერდება რომლის ასე ვთქვათ პოლიტიკური სისტემა იხვეწება და თუ ვთქვათ ავტორიტარიზმია ჩინეთში და ასე მიაღწია წარმატებას ინდოეთი დემოკრატიულია რეალობა 18 სახელმწიფო ენა ხო და ამიტომ აი ეს ორი დიდი საერთო აღმოსავლეთია ხო ყველა ბადი ცივილიზაციის და მომავალი ყველა ევროპული და სხვა ცივილიზაციების სადღაც იქედან არის ეგვიპტურის ჩათვლით მე ვფიქრობ შემოვლილი მაინც აზია ეს მბადი როცა ასეთი ვითარება აქ ახლა ზანგეზურის კორიდორი ძალიან საინტერესო თემა სხვათა შორის აი ესეთი დუმილი რაც დასავლეთმა დაიჭირა გარკვეული დროის განმავლობაში სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესების მიმართ დასრულდა იმით რომ ზანგეზური გახდა ტრამპის კოზირი ცენტრალური აზიისკენ მიმავალ გზაზე იმიტომ რომ ცენტრალურ აზიას ვინც გააკონტროლებს მას შეიძლება ჩინეთთან წარმატებული დაპირისპირება თუ ცენტრალური აზია დარჩა რუსეთის გამგებლობაში მაშინ რუსეთი გაძლიერდება ამით და ტრამპი რომელსაც იცის რომ ამის საშუალება არ აქვს მაგრამ ხედავთ რა ქნა რომ და თქვა რომ ეს ჩემი გზა და ამ შემთხვევაში იყო ბევრი ფიქრობდა რომ ეს ირანთან მიახლოების საშუალება იყო არა ირანი თავისთავად ირანს ესე ადვილად ვერ დაიმორჩილებს ერთი გენიალური კაცის უცნობის სიტყვებს გავიმეორებ იმიტომ ირანი ესე ადვილად დასამარცხებელი ქვეყანა არ არის თუ ერაყელს უყვარს მოკლა ირანელს უყვარს სიკვდილი ირანელები დაიხოცებიან ისეთი ხალხია თავის დამოუკიდებლობის იმპერიული გამოცდილება 1000 წლეული კი ბატონო და ჩვენ არ დაგვავიწყდეს რომ პირველი 1000 წლეულის შუიდან აქეთ სულ ცენტრი იყო ცივილიზაციის საპირწონე დასავლური მოწინავე დემოკრატიული შეიძლება უფრო ადამიანის თავისუფლების რენესანსის ეპოქის მიმართ მაგრამ თვითონ იყო ძირძველი და საქართველოში საერთოდ აი ახლა რომ კობახიძეს იძახენ რამ ჩაიყვანა დაკრძალვაზე იქ ირანში რამ ჩაიყვანა და ბატონო ძველი წელთაღრიცხვის მე-5-დან ახალის მე-5 მე-6-მდე ირანის გამგებლობის ქვეშ იყო საქართველო და ვახტანგ მე-6 ჯანიშინობას ვერაცდა იმის გამო რომ ისლამი მიიღეთ თუ არა მეფედ არ დაგამტკიცებ სპარსი უნებდა უკვე აქეთ ამიტომ ეს ძალიან რთული პროცესია და ზანგეზურის კორიდორი აქ ჩვენ უნდა გამოვიყენოთ არა იმისთვის რომ თავში ხელები წავიშინოთ და ნაცარი დავიყაროთ რა გვეშვე პირიქით ზანგეზურის კორიდორი თუ მნიშვნელობა გაიზარდა ეს ჩვენთვის კარგია კარგია იმიტომ ჩვენ იცისდება კი ბატონო კონკურენცია გარე კი ბატონო თუ ტვირთების ნაკადი საქართველოში შემცირდა ეს იქნება დროებითი რადგან მშვიდობიანი სამხრეთ კავკასია თუნდაც დასავლეთის ირანის გნებად რუსეთის და ჩინეთის გაკონტროლებული საქართველოს აყვავების საწინდარია და იქნება არაჩვეულებრივი ფაქტორი ჩვენი მომავლის და იქნება და კიდე ბევრი საუკუნე ვიარსებოთ. ბატონო ძალიან წყდება გული რომ ჩვენი გადაცემის დრო ამოიწურა, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო თემაზე გადავედი. ძალიან დიდი მადლობა მაყურებელსა და მსმენელს.
მესამე გენმშვიდობებით და ერთმანეთს შევხვდებით ხვალ 90 წუთზე მამუკარეშიძესთან ერთად და იქ ვისაუბრეთ ირანზე და ბუნებრივია სამხრეთ კავკასიაზე. ნახვამდის ხვალამდე.